დათოვლილ ძველ თბილისში პროფესიით არქიტექტორი ნოდარ სუმბაძე ცდილობს სამოყვარულო ფოტოაპარატის საშუალებით თბილისის ძველი უნიკალური არქიტექტურა, რომელიც ნელ-ნელა პირვანდელ სახეს კარგავს სამუდამოდ აღბეჭდოს. გადავწყვიტე, რომ რაღაცნაირად შეძლების ფარგლებში დამეფიქსირებინა ეს წარმავალი სილამაზი. სუფეხი დავდიოდი პატარა ესეთი ფოტოაპარატით ვაფიქსირებდი ამას ყველაფერს და მე თვითონ ვამონტაჟებდი რაღაც კომპიუტერში რაღაც ტაბულების სახით. ამგვარი კოლაჟებით ცდილობს, რომ მისი შემოქმედება ერთგვარი ფოტომემატიანე გახადოს. თუმცა მანამდე იყო ბაღი და სკოლა სოლოლაკში. ბებიის სახლი კი აღმაშენებლის გამზირზე. თბილისის ამ ორ უძველეს უბანში გატარებულ ბავშვობის წლებს უკვალოდ არ ჩაუვლია და მის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილი უძველესი არქიტექტურა დღეს მისი შთაგონების წყარო გახდა. ეს არის ქალაქი, რომელშიც არის შეზავებული აღმოსავლეთი, დასავლეთი, ევროპული, აზიური, ძველი, ახალი და მართლა ეს ყველაფერი ასე შესანიშნავად თანაცხოვრობს. ეს არაშველივი ქალაქი ჩვენ თვალსა და ხელს შორის იღუპება და იკარგება. თბილისის ქუჩებში თითქმის მთელი დღე სიარულის შემდეგ სახლში დაბრუნებული, მის ფოტოობიექტივში მოხვედრილ კადრებს მარტივ დამუშავებას უტარებს და საბოლოოდ კოლაჟის სახეს აძლევს. დღეს ნოდარ სუმბაძე ახალ პროექტ თბილისურ კოლექციაზე მუშაობს. არქიტექტორმა პროექტ სილამაზესთან ერთად სარგებლობითი დატვირთად შეძინა და წიგნში მოხვედრილ ყველა სახლს, აივანს და ფანჯარას მისამართი და ადგილმდებარეობა დაურთო თან. მას მიაჩნია, რომ ეს საქმიანობა მისი მხრიდან საყვარელი ქალაქისთვის ერთგვარი ვალის დაბრუნებაა. ხოლო კითხვაზე, როდემდე აპირებს ამ საქმიანობის გაგრძელებას, ერთი მარტივი პასუხი აქვს. ამას გავაკეთებ მანამ თბილისი იქნება და მანამ ჩემ ფოტოაპარატში მეხსიერება არ ამოიწურება.